შემდეგი გაჩერება ავარია. ესე იგი, უძველეს ქუჩაზე ვარ. ტკბები კულტურით, ვსუნთქავ კულტურას და თან შეკვეთას ველოდები. და ასეთ პიკშიც კი, ანუ რო არ წავაწყდე რაღაცა დაბიოებას, რაც მთლიანად შეუსაბამო არის, ნუ ვერ გამოვა. რაზე მაქვს საუბარი? აი ამ მაიმუნობაზე, მეგობრებო, აი ამ პირუთმობაზე, ჯერ ერთი რომელია აქედან ესპანელი. ეს ესპანელია, თუ ეს არის ავსტრიელი? უბრალოდ მაინტერესებს, ეს ავსტრიელია. ნუ ეთყობა კიდეც, ხო? ფენოტიპზე. ეს ესპანელი. აი ამ პირუთმობას წააწყდები უძველეს, უელიტარულეს ქუჩაზე, სადაც აი ამ ნაგვის ადგილი არ არის უბრალოდ. ეს ბირჟაზე, ეს რა ვიცი, აი საბომჟაო ადგილებში, რა ქვია იმას, რაღაც საბიგალოვკებში, მაგრამ იქ სადაც არის კულტურა, აი ამ დაბიოების და ხიხოების სპორტის მით უმეტეს აი ესე აფიშირება, ეს არის, ну, არ ვიცი, პირუთმობა. ნუ ტურისტები როგორც ყოველთვის ყველაფერს აფუჭებენ, ბილწავენ, ჩაცმულობით ყველაფრით. არა და ეს ადგილი არის მართლა, ნუ სამწუხაროდ ბევრს გონია რომ კომპლიმენტს აკეთებს, მაგრამ ასეთ რამეს ამბობენ რომ ეს არის ალპების დუბაი. ნუ ჯერ ერთი რა ის დუბაი, ხო? წამოდი აქეთ. ჯერ ერთი რა ის დუბაი. ეხლა გეტყვით რა, დუბაიში ვინ მიდის? დუბაიში მიდიან, ესე წამოდი რომ კარგი ხედი გამოჩნდეს. დუბაიში მიდიან პროვინციელები, რომლებმაც ფული იშოვეს, გლეხები. აი ეს ქალაქი არის ნამდვილი სიმდიდრე. და წამოდით ეხლა გაჩვენებთ ერთ საინტერესო ადგილს. საინტერესო შენობას, რომელიც მოდის მე-12 საუკუნიდან. აი ეს არის გამომაჩინებთ. ეს არის Palais de Lille. და ეს რა იყო, საინტერესო ისტორია აქვს ძალიან. მოედი შეგიძლია მიზუმო. ისტორია რაში მდგომარეობს და რომ თავიდან ეს, ნუ ყოველთვის რეალურად ეს იყო ფულის მანქანა და ძალაუფლების. ეს საინტერესო კოშკივით რაღაც. თავიდან ეს რა იყო? ნუ ჯერ ერთი ფულს იღებდნენ რომ აქ გაეტარებინათ ხალხი. შემდეგ ეს გახდა ციხე. შემდეგ ერთი პერიოდი აქ იბეჭდებოდა ფულიც კი. ანუ ფულსაც ბეჭდავდნენ. და ნუ მოკლედ ბევრი რამე იყო, გააჩნია საუკუნეს. ეხლა ეს საფრანგეთში ვართ, მაგრამ კონკრეტულად ეს ქალაქი საფრანგეთი ეგრე გახდა მე-19 საუკუნეში, ნუ მანამდე სავოის ტერიტორია იყო. ეს არის დიდარი ქალაქი. ეს არის როგორ თქვა, აი არახიხო მდიდრების ქალაქი. ეგენი მოდიან აქ. გლეხები და უპატრონოები დუბაიში მიდიან. და უკვე ის ბურჯ ხალიფა, ეგეთი რაღაც დებილობები. იმიტომ რომ რატომ, ნუ დუბაი არის პროვინციელი გლეხები, ცოტა კაპიკი რომ მოიგდეს, რა ძროხები რო გაყიდეს ან რაღაცა ეგეთი. აი ჯერ მარტო მთები ნახეთ. რა სილამაზეა, ხო? ხოდა. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა სპონსორობისთვის ეფემერულ ოთოს, კახა ხუნდაძეს და სხვა ელიტარულ წევრებს. ხოდა, რაც შეეხება ტურისტებს, ნუ აქ მაინც ახლა უპატრონოები ნაკლებად ჩამოდიან, ხალხსაც რო გადახედოთ. უგემოვნოები რამდენიც გინდათ. უპატრონოები მინიმალურად არიან, მაგრამ შევამჩნია აქეთ-იქით რამდენიმე ჯამალი, რამდენიმე შანიქვა. აი მდინარეც თუ შეიძლება. ულამაზესი. ხოდა. აი ესეთი საინტერესო ადგილები მე მიხარია. რო ჩემი მდიდარი მაყურებლები მიჯერებენ და რაღაც ჭაობებში არ დადიან, ეგ პარიზი, იგივე დუბაი და ეგეთი ადგილები, იმიტომ რომ მან სული არ არის.
აქ არის სული. კი აი რო ვერ გაიგებ წარმოშობას ეგეთი ტურისტები კი აფსავენ სულში, მაგრამ სული მაინც არის, რომელშიც ჩააფსავ. ზამით ჰობიტების მსვლელობა იყო. ხო და აქ არის. ამიტომაც ჩემს მაყურებელს ხშირად დიად დახურულარცეც ყოველთვის უშევ სად იმოგზაუროთ, თუნდაც რომ შეიცნო კულტურა. ამიტომ დამიჯერეთ. და მიხარია, რომ ჩემი მდიდარი და არა მხოლოდ მდიდარი მაყურებელიც მიჯერებს მოგზაურობებზე და ასე შემდეგ. წავედით? შემდეგი გაშერება ავარია. ეს არის სილამაზე. აი წამოდი ჩაიქით და დაანახე ჩემს ელიტარულ მაყურებელს აი სილამაზე. ეს სულის მკვებავი ადგილი. სადაც აი მართლა რა საუკეთესოდ იგრძნობა ადამიანის ნება, ადამიანის ძალაუფლება, ყველაფერი დიდებული, ამაღლებული. შეგრძნებები თუ არა, ახლაც დატენილი. აი ნახეთ. სულ. დავუქმნიოთ ხელი. რო იცოდნენ ვინ უქნევს მათ ხელს. რო იცოდნენ. აი წინ გადაიდე მერე. ვიცხოვრებდი აქ. ნუ ცხოვრების მხრივ ჩემი გული უკვე დაკავებულია. დაკავებულია ნონსით. კიდე ერთი ორი პატარა ქალაქი არის. საქართველოშიც არის ერთი ეგეთი ქალაქი. მაგრამ არა აქ რომ მოხვიდე, ნუ პრობლემა რა არის? იდეაში ეს რაღაცა ვინმე შეიძლება იფიქროს, ნუ აი ზაფხულში არის აქ სეზონი, ზაფხულის ადგილია და რამე არა. არა, ეგ არის მთავარი შეცდომა, რომელსაც ნუბი ტურისტები უშვებენ, არა, აქ უნდა მოხვიდე ზაფხულშიც, ზამთარშიც, შემოდგომაზეც. ხო და ერთი რამ მინდა რომ გავიმეორო, რომ აი ეს ტბა ხო ულამაზესია, უსუფთავესი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ეს ასე არის, რადგან ნუ აი ადგილი არის დალოცული. ღმერთმა გადმოხედა, რაღაც გაუკეთა და ნუ ეგ არა. ეს არის ადამიანების მიერ გასუფთავებული. ადამიანების მიერ გაალმაზებული, რა მთლიანად. ეს არის, აი ახლა პრინციპში ყველაფერი, რასაც ხედავთ, ერთი წრე გააკეთე. სრაფი იქით ბაჭი გუჯა ხალხია.
აი ეს ყველაფერი არის ადამიანების მიერ შექმნილი. ეს თავისით აქ ხეამოსულა არც არაფერი. ხვდებით, ანუ ადამიანს რამდენი შეუძლია. ხო და ჩემი აზრით, ხო, ბრიჯებიანი, შორტებიანი, სანდლებიანი და შლოპანცებიანი ტურისტები, რა ხალხიც არ უნდა იყოს თეთრი, შავი, ყვითელი, მწვანე, უბრალოდ არ უნდა შემოუშვათ რა. არც ერთ ნორმალურ ადგილას, მით უმეტეს აი ამ ადგილას, რაც არის აი ადამიანის ძალაუფლების ნების მანიფესტაცია ეს ადგილი. რატო? იმიტომ რომ ყველაფერი აქ ტბიდან დაწყებული, პატარა მდინარეებით დამთავრებულია, არის ადამიანის მიერ შექმნილი. აი ეს ტბა მაგალითად, ხო, ნუ იქით არის დიდი ტბა, რომლის მოვლაშიც გასუფთავება მთელი ამბები გაწმენდა, იმიტომ რომ ძალიან სუფთა არის. იხარჯება არანორმალური თანხა. არანორმალური, ანუ მთლიანად ეს ქალაქი და ნუ რა ქალაქი არის არ ვამბობ, ხო? ძალიან თუ გაინტერესებთ მიხვდებით. თუ არა და მოიციეთ. ხო და გიგანტური ფული იხარჯება რა. და აი მაგ პირობებში, როცა ესეთ უმაღლეს ძალაუფლების ნებას ხედავ, მან არ არის რა არანაირი ადგილი აი ბომჟი ტურისტების. შლოპანცებით და ბრიჯებით და სანდლებით რო დადიან ზემოდან კიდე თეთრი ნასკებით. ნუ ჩემი ბრალიც არის ისეთ ადგილას მოვედი, ახლა რაც ძალიან ტურისტული არის, ტურისტულად დატვირთული. მაგრამ ნუ ისეთ ადგილებშიც წავალ, სადაც არ არის ამდენი ხალხი, რო ვისიამოვნო. ესე იგი, მეგობრებო, ეს პატარა ამონარიდი არის სრული ვიდეოები, სრული ეპიზოდები დახურულ არხზე იქნება, ამიტომ გელოდებით დახურულ არხზე, არა მხოლოდ ამ მიზეზით, კიდე მთელი სამყარო გელოდებათ. ხო, YouTube-ზე აი ეს პატარა ამონარიდები, კლიპები, რამე მთლიანი ეპიზოდები დახურულ არხზე, ნიკო სვანიძე.com. მხოლოდ ელიტარულ და ესეთი ადგილების შესაფერის ადამიანებს გელოდებით. რესენტიმენტით სავსე ადამიანებს უყვართ ესეთი რამის თქმა, რომ აი ესეთი სილამაზე და ესეთი ამბები იმიტომ არის, რომ ომში არიყვნენ. მაგრამ მწარე რეალობა ის არის, რომ ეს სილამაზე გაჩნდა და შეიქმნა განა იმიტომ, რომ ომი არ იყო, არამედ იმის მიუხედავად, რომ ომი იყო. და ეს არის აღმატებული ცივილიზაცია. აღმატებული მათ შორის მაგნიზეზე. რომ ომის მიუხედავად შემოქმედებითი ენერგია და ძალაუფლების მეტობა ის კონცეფტი არის, რომელსაც დახურულ არხზე ვსაუბრობთ, მაგის მიუხედავად. როქმნი ომის მიუხედავად, დაბრძოლების მიუხედავად, მაინც რომ არის დრო ესთეტიკისთვის. მაინც რომ არის დრო ეს საკუთარი თავის მიღმა რაღაცის შექმნისთვის, რაც არ არის მხოლოდ გადარჩენა. ეს არის უზენაესი ცივილიზაციის ნიშანი. Une nuit que j'étais à me morfondre dans quelques pubs anglais du cœur de Londres, parcourant l'amour monstre de Wells, me vint une vision dans l'eau de Cels. ეს ყველა ჩემია. რა სილამაზეა რა, ანუ ფსიქოდელიკურიც კი არის. და ბევრი ამბობს, რომ ეს არის ქრისტიანობის დამსახურება. ნუ მე ერთი კითხვა მაქვს. აფრიკაში რატო არ არის ესეთი სილამაზე, ეთიოპიაში მაგალითად. უფრო მორწმუნე ხალხია, უფრო დიდი ხანია გავრცელდა. ეს არის კონკრეტული ხალხის დამსახურება და არა კონკრეტული რელიგიის. მაშინ ველოდები ეთიოპიაში ესეთ სილამაზეს.
აი, მიზუნებირზე თუ შეიძლება. კარგად. ხო, ეს არის ვირი საფრანგეთში რა. ეხლა ჩემზე იყოს, მოდი. ეს არის ვირი საფრანგეთში. შეხედეთ რა ლაღი არის. უხარია ცხოვრება. კუც იმას შვება. ნახეთ. გარეთ არის ამაყად რა. კახეთში ესეთ რამეს ვერ ნახავ. ერთი დაკვირვება უნდა გაგიზიაროთ ბუნებასთან დაკავშირებით. რაც идеალურად ხსნის ხრწნას რა, სულიერ ხრწნას. და იგეთყვით ახლა რა არის, რომ ბუნება ხო რა გახდა? ბუნება გახდა დასამშვიდებელი ადგილი, რაღაც ანესთეზია, რომელმაც უნდა მოგამზადოს ჩელენჯისთვის. ანუ თვითონ ბუნება აღარ არის რა გამოწვევა, აღარ არის ჩელენჯი. და ეგ პირველ რიგში მიუთითებს რაზე? გარდა იმისა, რომ ანუ ბიოლოგიური დაღლილობა არის და ხრწნა, ეგ არის, გარდა მაგისა სულიერიც. როცა ბუნებას შენ აღარ ხედავ როგორც გამოწვევას. ხო, ანუ ეგ სერიოზული შიფტი არის რა, რამე ევოლუციური ადამიანისთვის. და როცა ეს უბრალოდ არის მოსამზადებელი სივრცე, რომ აი დაისვენო ბუნებაში, წახვიდე ქალაქში და იქ გელოდება ნამდვილი გამოწვევა. და ეგ ტყუილი არის. ანუ ადამიანმა დაკარგა იმისი უნარი, რომ ბუნება აღიქვას როგორც თავისთავადი გამოწვევა. ანუ ბუნება გახდა რა ვუწოდო ამას, სტერილური. განა თავისთავად სტერილური გახდა, არამედ ადამიანმა გახადა ის სტერილური. ანუ უწყინარი რამე არის, ანუ არაფერი აქ მოხვალ დაისვენებ. მაშინ როცა აქ პირიქით, ანუ ყველა გამოწვევა აქ უნდა იყოს. რელიგიური გამოწვევა, ფილოსოფიური გამოწვევა, ანუ ფიზიკური გამოწვევაც, ხო? სუფთა ფიზიკური, რაც ეხება ფიზიკურ მუშაობას. და ეს ყველაფერი გაუფასურდა. კი ბევრი ამბობს, რომ რაღაცა სულიერად და არა, როგორ არა სულიერად. მივდივარ იქ, არის სულიერი გამოწვევა, იმაზე ვფიქრდები, ამაზე ეგ სისულელე არის. ხალხი უბრალოდ დებილივით აშტერდება ბუნებას და რას აკეთებს? შედის აი მაიმუნის მდგომარეობა, აი რო ზიან მაიმუნები, ხო იცით? რო არ ინძრევიან. მაგით რას აკეთებენ? მაგით აკეთებენ ტვინის ეკონომიას. უბრალოდ ტვინს ასვენებენ, რომ ტვინმა არ მოიხმაროს სხეულის ენერგიის 9%-ზე მეტი. და ტვინი კიდე ბევრს მოიხმარს, როგორც იცით. და ეგ არ არის რა, ბუნების, როგორ თქვა, ეფექტური გამოყენება. ეგ არის სისულელე, ეგ არის ბუნების სტერილიზება. და ეხლა რა ხდება? ანუ კი დაასტერილე ბუნება რამდენიც გინდა, ხო? არავინ არ გიშრს, დემოკრატიაში ცხოვრობ, მაგრამ ბუნების სტერილურობით თვითონ შენ ადამიანი ხდები სტერილური, თვითონ შენ ხდები სუსტი და თვითონ შენ ხდები ჩანაცვლებადი, გადასაგდები.